დღეს მინდა მე ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილ მდგომარეობაზე. ამ წუთებში საქართველოს რამდენიმე რეგიონი გაფიცული არის. გაფიცულია ტყიბული, გაფიცულია ქსანი, არ მუშაობს და გაჩერებულია ფაქტობრივად ჭიათურა, 4 თვით სამსახურიდან გაშვებულია ჭიათურელი 3700 მუშა. ამას ემატება თქვათ სხვა შრომითი დავები საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში და თითქოს არაფერი. ამაზე არავინ ხმას არ იღებს დედამიწის ზურგზე. ან ვინც იღებს ხმას, საუბრობენ პრობლემათა მხოლოდ ერთ ნაწილზე და პრობლემათა მთელ სპექტრს არ წარმოაჩენენ ხოლმე. მე მინდა დღეს ამ ეტაპზე გავამახვილოთ ყურადღება ტყიბულის მაგალითზე. ტყიბულზე საუბრის დროს მაგალითად გამოდის ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და აცხადებს იმას, რომ მთავარი პრობლემა ყოფილა ის, რომ ტყიბულს მოუხსნეს მთიანი რეგიონის სტატუსი და ამიერიდან მუშას 20%-ის ნაცვლად, 10%-ის ნაცვლად ხელფასიდან 20% დაექვითება. არადა ეს არ არის მთავარი პრობლემა, ცხადია ტყიბულს ჭირდება მთიანი რეგიონის სტატუსი, რომ ეს შეღავათი, ეს პრივილეგია იქ გაჭირვებულ ადამიანებს ჰქონდეთ, მაგრამ არის სხვა პრობლემებიც. და მოდით მივყვეთ იმას, გარდა მთიანი რეგიონის სტატუსისა, რა პრობლემა აქვს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ქალაქს ჩვენს ქვეყანაში ტყიბულს. ხელფასის საკითხი. მუშების უდიდესი უმრავლესობა, ბევრი სტუდენტი არის იქ ჩასული და მათგან ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას. ხელფასის ოდენობა არის ძალიან მცირე მუშებისა. ყველაზე კარგ შემთხვევაში მან შეიძლება მიაღწიოს 700-800 ლარს, დანარჩენ შემთხვევაში მათი ხელფასი არის მიზერული. თან ასრულებენ ისინი უმძიმეს ფიზიკურ სამუშაოს. 2011 წელს, 2012 წელს იყო გაფიცვა ტყიბულში და ორივე გაფიცვის დროს აი ამ საწარმომ, საქნახშირმა, GIG სახნახშირის შედის ამ GIG ჯგუფის შემადგენლობაში აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, რა მოახდენდა ხელფასის ინდექსაციას, ანუ ინფლაციის შესაბამისად გაცემდა უფრო მეტ ხელფასს, იმიტომ რომ ისინი თავიანთ ნედლეულს ყიდიან დოლარში. შესაბამისად მათი შემოსავალი იგივე რჩება, მათი შემოსავალი იზრდება, დოლარის კურსის შესაბამისად მათ არ უწევთ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სირთულების გადატანა, შესაბამისად მათ უნდა მოუმატონ რაღაც ხელფასი ამ მუშებსაც, მაგალითად 40%-ით ინდექსებით თუ შეხედავთ ჩვენ ამას, ნორმალა ის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე 40%-ით უნდა გაიზარდოს მუშების ხელფასი, მაგრამ ამ დათმობაზე იქ დამსაქმებელი ორგანიზაცია არ მიდის. აქვე მე გთხოვთ თქვენ გაამახვილოთ ყურადღება რა ურთიერთმომართება მუშისა და ადმინისტრაციის თანამშრომლის ხელფასს შორის. ადმინისტრაციის თანამშრომლის ხელფასი ყოველთვის ყველაზე დაბალ რგოლშიც კი არის 1000 ლარზე მეტი და მეტი, ძალიან მაღალ დონეზე ადის. წარმოიდგინეთ მუშა, რომელიც ფიზიკურად მუშაობს, მოიპოვებს ქვანახშირს, ატარებს უამრავ საათს სამუშაო ადგილზე, მისი ხელფასი არის რამდენიმე ასეული ლარი, ხოლო ადამიანი, რომელიც ოფისში ზის და მუშები საუბრობენ იმაზე, რომ გაბერილი ადმინისტრაციის შემადგენლობა, ისინი იღებენ გაცილებით მაღალ ხელფასს 1000 ლარზე მეტზე და ადის 5000-ზე და ასე შემდეგ. რატომ? ეს სამართლიანია, საიდან მოდის ეს დათვლა? ვინ თქვა, რომ მუშის შრომაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ოფისში მყოფი ადამიანის შრომა? ეს გასარკვევია. ამით ამთავრდება ყველაფერი. პირველი საკითხი უკავშირდება ხელფასის თემებს, მუშათა პრობლემატიკაში. მეორე თემა უკავშირდება უსაფრთხოების საკითხს. მეგობრებო, საქართველოში შრომის უსაფრთხოების პირობები ფაქტობრივად დაცული არ არის. ტყიბული არის მოწინავე ქალაქი მეშახტეთა დაცემით და გარდაცვალებით. დაცემაში იგულისხმება დაშავება, ან მხედველობის დაკარგვა, ან რომელიმე კიდურის დაკარგვა. საშინელი მდგომარეობა იქ, სიკვდილიანობაც ძალიან მაღალი. ყოველთვის რატომღაც მეწარმე ამბობს იმას, რომ ადამიანი რომ დაეცა, ადამიანი რომ დაიღუპა მაღრორეში, ეს არის მისი არაპროფესიონალიზმის ბრალი. შეიძლება 100-მდე შემთხვევის დროს კონდეს 100 არაპროფესიონალიზმის შემთხვევა და არაფერ შუაში არ იყოს მეწარმე. აქ გვაქვს ჩვენ საქმე და ამის დასკვნებიც არსებობს ძალიან მძიმე პირობებზე, უსაფრთხოების პირობებზე. საწარმო არ უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში შრომის უსაფრთხოების პირობებს. ამითაც ამთავრდება ყველაფერი, გარდა ხელფასისა და გარდა უსაფრთხოებისა, იქ ადამიანებს აქვთ კიდევ ერთი პრობლემა. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით არის ვალდებულება ასეთი, რომ დასაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა აანაზღაუროს. და არასტანდარტული სამუშაოც უნდა აანაზღაუროს. ადამიანები არიან, რომლებთაც უწევთ ნახევრად ღამის სმენაში მუშაობა.
ან ღამის სმენაში მუშაობა. ადამიანები არიან, რომელთაც უწევთ 8 საათზე მეტ ხანს თავისი სამუშაოს შესრულება და კვირაში 40 საათზე დიდ ხანს თავიანთი სამუშაოს შესრულება. ანუ ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს. მათი ანაზღაურებაც ფაქტობრივად ან არ არის, ან მიზერულია და საქართველოს შრომის კანონმდებლობას ეს ანაზღაურების ამგვარი ფორმები არ შეესაბამება. გარდა ხელფასისა, გარდა ზეგანაკვეთური სამუშაოსა, გარდა უსაფრთხოების პირობისა არის სხვა პრობლემებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ზოგადად შრომის პირობები. თქვენ იცით, რომ შახტაში მუშაობა მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ტყიბულში, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ზესტაფონში, რამდენჯერმე ჭიათურაში, თან არა გავლით, არამედ თვითონ საწარმოებში, კაზრეთში და ასე შემდეგ. ეს არის უმძიმესი შრომა, ხომ? და ამ შრომას სჭირდება გარკვეული ტიპის პირობები, სპეციალური სამოსი, სპეციალური, თქვათ, წერტილები, იგივე სააბაზონო, საპირფარეშო, ასე შემდეგ. მოსაწესრიგებელი პირობები, აუცილებელია და აი ამ მუშაობას სჭირდება, თქვათ, სპეციალური ტექნიკაც, ხო? ადამიანის დროინდელი ლოკომოტივებით შეუძლებელია კონკრეტული ნედლეულის მოპოვება, ხო? ეს პირობებიც გაუთვალისწინებელია, ეს პირობებიც არის დარღვეული, არსებობს უამრავი კადრი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია თქვენ მოგაწოდოთ, თუ როგორ პირობებში, რანაირ პირობებში მუშაობენ იქ მუშები, რანაირი სპეცდაცაცმელი აქვთ, რანაირ ლოკომოტივებში სხედან, რანაირ ტექნიკას იყენებენ, როგორი ტიპის ისა აქვთ, რა ქვია, საპირფარეშოები და სააბაზონოები. ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ მიმართულებითაც და ეს 4 ძირითადი მიმართულება გამოყოთ: ხელფასი, ზეგანაკვეთური სამუშაო, უსაფრთხოების პირობები და ზოგადად შრომის საკითხები და შრომის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული ბაზა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია ტყიბულში. და ეხლა რა ხდება? თავარი მოთხოვნა რა არის? მუშების, რომელსაც ჩვენ მკითხულობთ, რომელსაც ჩვენ გვაწვდიან, თავარი მოთხოვნა ის არის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები დაინტერესდნენ ტყიბულში შექმნილი ვითარებით. უმაღლეს თანამდებობის პირებში იგულისხმებიან, თქვათ, შრომის მინისტრი, რომელიც მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი არ არის, შრომის მინისტრიც არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს ეკონომიკის მინისტრი. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები, შრომის კომიტეტი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ჩავიდნენ იქ და იმ ადამიანებს დაელაპარაკონ. ჩაერიონ ამ პროცესში. ხელი შეუწყონ იმას, რომ ამ ორმა მხარემ მოილაპარაკოს. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ეს არის კერძო დავა. ამ დავაში მონაწილეობენ დამსაქმებლები და დასაქმებულები და სახელმწიფოს აქ არავინ არაფერს არ ეკითხება. ის შეიძლება იყოს მხოლოდ შორიდან დამკვირვებელი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. ჩვენ ფიქრობთ, რომ არის უთანასწორობა, ძალიან დიდი უთანასწორობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და ეს უთანასწორობა უნდა დაბალანსდეს. არ შეიძლება მეწარმეს ქონდეს ყველაფრის უფლება და არ შეიძლება რომ დამსაქმებელს არაფრის უფლება არ ქონდეს, დასაქმებულს არაფრის უფლება არ უნდა ქონდეს. ამის დაბალანსების ერთადერთი საშუალება აქვს, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, სახელმწიფოს, მაგრამ სახელმწიფო სამწუხაროდ ყოველთვის უფრო მეტად ანგარიშს უწევს კაპიტალის ფლობელ ხალხს. და კაპიტალს ფლობს დღეს ეს GIG ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი. და სამწუხაროდ სახელმწიფო პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ ბედავს იმას, რომ დათო ბეჟუაშვილის კერძო ბიზნესს დაუპირისპირდეს და ჩაერიოს ამ საკითხში. აქვე მე მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთი დეტალის შესახებ, თუ რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფოს მხრიდან მუშების დაცვის მიმართულებით. როგორ იცავს სახელმწიფო მუშას? მუშის დაცვა შესაძლებელი არის ერთადერთი ინსტიტუტით, ან შრომითი დავის მოგვარება არის შესაძლებელი ერთადერთი ინსტიტუტით. ეს არის მედიატორის ინსტიტუტი. ანუ გაფიცვის დროს მედიატორს აგზავნის შრომის სამინისტრო და იმან უნდა შეუწყოს ხელი, ასე ვთქვათ, არის მოდერატორი, დისკუსიის წამყვანი ორ მხარეს შორის დაპირისპირების დროს. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდერატორები ვერაფერს ვერ წყვეტდნენ. შიდა საკითხებში ვერ ერევიან. და რომც ჩაერიონ და რომც რაღაცას დოკუმენტი შედგეს, გაფიცვის შემდგომი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის აღსრულების მექანიზმი, ამ დოკუმენტის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. რას გულისხმობ, ხომ? აი 2011 წლის გაფიცვის შემდეგ, 2012 წლის გაფიცვის შემდეგ ტყიბულში თქვეს, რომ თქვენ ხართ ჩემი ბატონი, კი ბატონო, მოხდება ხელფასის ინდექსაცია. დღეს არ ხდება, გაიფიცა მუშები და იმ ხელშეკრულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი არავინ არ არის. ამიტომ მთელ საქართველოში
პროფკავშირული მოძრაობისაც და მემარცხენე მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი შრომის ინსპექციის სახით შეიქმნას საქართველოში. რა არის შრომის ინსპექცია? შრომის ინსპექცია არის დაწესებულება, რომელიც შედის ყველა საწარმოში და ამოწმებს მუშებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, მისი შესრულების, ასე თქვა, თანმიმდევრულობას და მეორეს მხრივ ამოწმებს კონკრეტულ საწარმოში შექმნილ უსაფრთხოების პირობებს. ესეთი მექანიზმი არ არსებობს საქართველოში და რასაც უნდა, როგორც უნდა, ისე აკეთებენ დასაქმებლები, როგორ შრომის უსაფრთხოების პირობებიც უნდათ, ისეც ქმნიან, როგორი სახელმწიფო პირობების შექმნაც უნდათ, ისეც ქმნიან და ეს ქმნის მასობრივ პრობლემას. ძალიან ძნელია სტატისტიკით საუბარი ადამიანების სიცოცხლეზე, მაგრამ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში არის 300-ზე მეტი გარდაცვლილი მუშა. ანუ ფაქტობრივად იმდენი სამუშაოს დროს იმდენი ადამიანი კვდება, რამდენიც ერთი ევროპული ტერაქტის დროს რომელიმე ევროპული დედაქალაქის ცენტრში. და ეს არის რეალურად ძალიან მძიმე ფაქტობრივად ტერორი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ და სახელმწიფო ბიზნესის დიქტატის მხარესა ბიზნესის დიქტატს ემორჩილება. მოკლედ გეტყვით კიდევ ქსანის შესახებაც, ქსანშიც ანალოგიური გაფიცვა მიმდინარეობს, არსებობს მინისტარის ქარხანა, ამ მინისტარის ქარხანას აქვს სერიოზული მოგება, ძალიან მნიშვნელოვანი მოგება, ისიც დოლარში ყიდის თავის პროდუქციას, მინისტარის ქარხნის პროდუქციის რაოდენობა გაორმაგდა, ორმაგად უფრო მეტ პროდუქციას უშვებს ეს საწარმო ქსანში, ქართლში და ეს საწარმოს ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მთელი მოგება და მთელი გაზრდილი საწარმოს საშუალებები არის მხოლოდ დამსაქმებლის დამსახურება. ანუ მე რო ვარ ბიზნესმენი, ჩემი დამსახურება, რომ ის ორჯერ გაიზარდა იმ პროდუქციის რაოდენობა. მოგება რო გაიზარდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება, არაფერი წვლილი საწარმოს მოგებაში არ მიუძღვის რიგით მუშას. რატომ? ვინ ქმნის პროდუქციას? მუშა ქმნის. შესაბამისად, საწარმოს მოგება და წარმოება თუ გაიზარდა, მათი ხელფასიც უნდა გაიზარდოს. და ქსანშიც ანალოგიური მოთხოვნები აქვთ და კიდევ ერთი დეტალი ქსანშიც და ტყიბულშიც შესამჩნევი არის, ასე ვთქვათ, ზეწოლის მცდელობები. ყველა ცდილობს იმას, რომ დაყონ, ერთმანეთზე გადაკიდონ, შეაშინონ ეს მუშები. მაგალითად არის შეშინების ორი მეთოდი. პირველი მეთოდი არის ის, რომ არ აძლევენ მუშებს ხელშეუხებლობის გარანტიას. და ეუბნებიან რომ გაფიცვა, ერთი დამთავრდეს ეს გაფიცვა და თქვენ სად წახვალთ, როგორ წახვალთ, მაგას ვნახავთ, ანუ ინდივიდუალურად თითოეულ მუშას ცალ-ცალკე ემუქრებიან თავიანთი სამუშაოს დაკარგვით და მეორე მნიშვნელოვანესი მეთოდი დაშინების ჭიათურის მაგალითით შეშინება. ჭიათურაში ხო გაჩერდა საწარმო, ხომ არ მუშაობს, ხელფასიც ხო არ აქვთ, საბანკო ვალებში ხო იხჩობიან და ვერ იხდიან იმ გადასახადს. თქვენც ეგ მოგელით თუ არ გაჩერდებით. მაგრამ სასიხარულოდ ტყიბულშიც და ქსანშიც, ტყიბულში არის 13 დღე, მაშინ უკვე 20 დღეს უახლოვდება გაფიცვის ხანგრძლივობა ქსანში და ეს ადამიანები იბრძვიან და თბილისში არსებული მემარცხენე ჯგუფები მათ უცხადებთ სოლიდარობას, ჩვენი წარმომადგენლების და ჩვენი მეგობრების ნაწილი არის უკვე იქ ჩასული და ხვალ 6 საათზე GIG ჯგუფის ოფისთან თბილისში გაზაფხულის ქუჩაზე ჩვენ მოვაწყობთ დემონსტრაციას მუშების მხარდაჭერისათვის და მოუწოდებთ ამ საწარმოს, რომ უკან დაიხიოს. წავიდეს კომპრომისზე და დაუთმოს მუშებს ის, რაც მათ ეკუთვნით. მუშები ითხოვენ კუთვნილს. ქვეყანაში რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ითქვათ, ევროკავშირში უკვე მოხსენებულ მზადდება საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდასთან დაკავშირებით, თუნდაც ამავე აცხადებდა კერპერიც. თქვენი აზრით რა ვითარება არის რეალურად საფრთხე რუსული ორიენტაციისკენ საზოგადოების გადახრის? რუსული ორიენტაციისკენ გადახრის საფრთხე შეიძლება არსებობდეს რაღაც წინა თაობებში, ჩემზე უფროს თაობებში. მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, არანაირ საფრთხეს არ ვხედავ რუსული ორიენტაციისკენ გადახრისა ჩემს თაობაში.
რაც წლები გავა, რაც დრო გავა, რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნებიან საზოგადოებაში წარმოდგენილი დამოუკიდებელი საქართველოს დროს დაბადებული ადამიანები, რუსული პროპაგანდის, ასე ვთქვათ, წილი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ასე რომ მე ამის შიში არ მაქვს. მაგრამ რუსულ პროპაგანდას რაღაცა კრიტიკული მასა მხარს უჭერს. მათ რაღაცა 10, 20, მაქსიმუმ 25%-იანი მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ. და ეს ტრაგედია არ არის, ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყანა ვართ, რუსეთს აქვს იმპერიალისტური პოლიტიკა, შესაბამისად რომ მან ვიღაცები დააფინანსოს, ვიღაცები დაარაზმოს, ვიღაცებს საბჭოთა ნოსტალგია გაახსენოს, ამის ასე ვთქვათ, საფრთხე და ამის შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს. თავარია ის დანარჩენი უმრავლესობა როგორ იქნება და როგორ იქნება ორგანიზებული. მაგალითად ევროპა ჩვენ გვთხოვს, ევროპის კომისიის თავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე, რომელიც ბოლო ანგარიშის მიხედვით არის ის, რომ გააგრძელიეროთ შრომის ინსპექცია. ეს არის ევროპა, შრომითი ურთიერთობების დაბალანსება, სოციალური სამართლიანობის შექმნა. ესაა ევროპული, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, მაგრამ შრომის ინსპექციას ხმას არავინ არ იღებს საქართველოში. არავინ რეალურ მექანიზმს ამ მიმართულებით არ ქმნის. ასე რომ ის ადამიანები, ვინც არ ევროპული კავშირის და ევროკომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, თუნდაც შრომით ურთიერთობებში, ისინი ასხამენ რუსეთის პროპაგანდის წისქვილზე წყალს. ეს თავად განაცხადეს, რომ კოალიცია დღეს თუ ხვალ დაიშლება არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია იქ ერთმანეთთან შეუსაბამო ჯგუფები არიან გაერთიანებული იდეებითაც, ხედვებითაც და ის დიდხანს ვერ გაძლევს, მაგრამ სავარაუდოდ არჩევნების წინა პერიოდში ისინი გარკვეული ტიპის ერთიანობას შეინარჩუნებს. მე მithქვამს მრავალჯერ და ეხლა შემიძლია გამიმეორო, რომ მას შემდეგ რაც თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს კოალიცია, ამ გაერთიანებაში მიმდინარეობს ერთგვარი ურთიერთშანტაჟის პოლიტიკა. ერთის მხრივ რესპუბლიკური პარტია აშანტაჟებს დანარჩენ კოალიციას იმით, რომ აი გავალ და თქვენ ევროპული ორიენტაციის პოლიტიკური ბლოკის იმიჯს დაკარგავთ და რეალურად ესე იქნება, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ევროპასთან კომუნიკაციას ამ კოალიციის შიგნით ახარხებს რესპუბლიკური პარტია, სხვამა ენა არიციან და ამ კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა არ აქვს დანარჩენებთან და მეორე მხრივ დანარჩენი კოალიცია აშანტაჟებს რესპუბლიკურ პარტიას და ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ არა, თქვენ სამი მინისტრი, 10-ობით საკრებულოს წევრი, ფრაქცია, პარლამენტის თავმჯდომარე არ გეყოლებოდათ. და ესეთი გავლენა ვერ გექნებოდათ, არ გექნებოდათ. ასე რომ წესიერად მოიქეცით, თორე კოალიციას დატოვებთ. ასე რომ ეს ურთიერთშანტაჟის პროცესი გრძელდება და განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, გამძაფრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმიტომ რომ სიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს, ყველას უნდა რაღაც გარკვეული თავისი პოზიციების მოპოვება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. უბრალოდ ეს გარეთ გამოვიდა, ესეთი რაღაცები რო ხდებოდა დაკვირვებული თვალი აქამდე შეამჩნევდა, უბრალოდ გარეთ გამოვიდა, მაგრამ რესპუბლიკელების პრეტენზიები, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად ლოგიკური, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, თანმიმდევრული, იმიტომ რომ ერთადერთი ძალა, რომელიც რაღაცას აკეთებს კოალიციის შიგნით, ეს პარტია. ცუდად აკეთებს თუ კარგად და რა იდეოლოგიის არიან, ეგ ცალკე თემა. მე მემარცხენე ვარ და მათი ლიბერალური იდეოლოგია ჩემთან შორს არის. თუნდაც აი ამ შრომის საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მე ვისაუბრე. მაგრამ ისინი მოქმედებენ, ისინი თანმიმდევრულები არიან, მათ იდეები აქვთ. და აქეთ მხარეს ვინ არის? ვინ არის გოგი თოფაძე, რომელსაც ხმა არასდროს არ ამოუღია და ეხლა რატომღაც ამოიღო, ბატონი ძიძიგურის პარტია, რომელიც მკვდარია, ბატონი გუბაზის პარტია, რომელიც ასევე მკვდარია და ფერეიდანში ჩაცვლის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ, რაც მისასალმებელია, მაგრამ შიდა პოლიტიკისთვის ეს განსაკუთრებული, ასე თქვა, ტონის მიმცემი არ არის და პარტია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, რომელიც ფაქტობრივად ფორმირებული არ არის და ყოველდღიურად ასევე ჭირდება სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომ რაღაცას დაემსგავსოს. ასე რომ როცა შენ ხარ არაორგანიზებული, არაფერს არ აკეთებ, იდეები არ აქვს, თანმიმდევრული არ აქვს, ბუნებრივია რომ ვიღაცა უფრო მეტი პრეტენზიით გამოდის და უფრო მეტი მოთხოვნები აქვს მათ.